სადილი მთელი ოჯახისთვის, უგემრიელესი სპაგეტი ხორცის ბურთებით. გჭირდება ფარში, რომელსაც შევაზავებ. ქინძით, ნივრით, სუნელებით, ხორცის საკმაზი, პაპრიკა, შავი დაფქვილი წიწაკა, ძირა, უსხოს სუნელი, მარილი, კარგად მოვზელთ, ბოლოს დავამატებთ კვერცხს, კვლავ გადავურევთ, მივცემთ მრგვალ ფორმას და გავყინავთ 30 წუთი საყინულეში. შესაძლოა გამოვიყენებ ჯეოლივის ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთს, რომელიც მიიღება პირველადი ცივი დაწვრით ჯანსაღი ზეთისხილისგან. მზადდება საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გადამამუშავებელ საწარმოში. მისი გაცხელება კი 180 გრადუსამდე შეგიძლიათ. გადავიტანთ ბურთებს და შევწოვთ ორივე მხრიდან კარგად. შემდეგ გამოვიღებთ და დროებით შევინახოთ. იმავე ცხიმში გადავიტანთ მწვანე წიწაკას, მწვანე ხახვს, ნიორს, კუბებად დაჭრილ პომიდორს, დავაფარებთ თავს და მოვშუშავთ. სანამ მოიშუშება, მოვხარშოთ სპაგეტი. ცოტა მოხარშვა უნდა აკლდეს და უნდა გადავავლოთ ცივი წყალი, რომ არ მიეკრას ერთმანეთს. პომიდორი ჩავჭყლიდოთ, გადავიტანოთ ბურთები, მოვაყაროთ მარილი და გადავიტანოთ სპაგეტი. დავაყოვნოთ რამდენიმე წუთი და მზად არის. მე გავაფორმე მწვანე ხახვით, რომელიც ძალიან მოუხდა. მე მგონი ყველასთვის გემრიელი სადილი გამოვიდა.